Ყველას მოგესალმებით, ეს არის ახალი გამოშვება MMA News-ი და დღეს უნდა განვიხილოთ პოტენციალური მოწინააღმდეგეები მერაბი დვალიშვილი. ჩემთან ერთად ამ განხილვას გააკეთებს სვანიმენი, ჟორჟიკა, როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ახარ? მადლობა ძმაო იმისთვის რომ მომიწვია შენ გადაცემაში. ექსპერტები გჭირდება. ძალიან მაგარი ექსპერტი ვარ და ამასაც დავამტკიცებ ახლა. MMA-ის მებრძოლი, ბლოგერი და ცნობილი პერსონაჟი საქართველოში. მაყურებელს მინდა უთხრა რომ განვიხილავთ თემებს, რომლებიც ჯერჯერობით შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ეს თემები აუცილებლად იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ამაზე საუბრობს და ჩვენც არ გამოუჩევთ, მაგრამ ჩვენაც ვიტყვით. პოტენციალური ბრძოლები და ის ბრძოლები, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა საინტერესო რომ ვიხილოთ. საკმაოდ აქტიური იყო ჩემი მაყურებელი და გამომწერები მერაბის თაობაზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უყურეთ სრულ ვიდეოს. არ შეცდებით. მერაბი ჩვენი ლეგენდა, ჩვენი ძმა, ჩვენი ახლო მეგობარი, ყველაზე ისეთი კაცი, რომ ნამდვილად დასაფასებელია და ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ეს კაცი არაფერს შეაეს იქ ამბობს უყურეთ. ეს იყო ჰაილაიტი იყო. ცოტა ინტრიგა გააკეთა, მაგრამ რა თქმა უნდა, ინტრიგნობა ძალიან გამომივიდა. შენი აზრით, ჟორჟიკა, აი როგორი იქნებოდა გაგრძელებოდა მომავალი მერაბი ახლა საკმაოდ ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდა მებრძოლი არის, ალბათ არ მინდა რომ კიდე გამომეკიდონ, მაგრამ 3-4 ბრძოლა ალბათ პოტენციალურად მინიმუმ შეუძლია კიდე გააკეთოს და როგორ ხედავ მის კარიერის განვითარებას? ნახე როგორ რაღაცა 3-4 ბრძოლა თუ კი აქტიურ კარიერას მიყვება, მაგრამ შემდეგ როგორც ბევრ სპორტსმენებს ჩვევია, შეუძლია პაუზა აიღოს რამოდენიმე ხნიანი, ესე რომ ვთქვათ კამარი დატოვოს და შემდეგ როგორც სტარიბაისის და ეს მომავალია მიჩვენებს რა როგორ თავარია გამომდინარე იქიდან რომ ტრამვები ალბათ ვიცით რომ სპორტი ძალიან ბევრია ყველაზე დიდი და თავარი მიზეზი არის ტრამვების გამო სპორტის დატოვება თუ კი სპორტსმენს ტრამვა არ აქვს და შესაბამისად წონას კარგად აკეთებს ტრამვების შემდეგ მოდის უკვე წონის გაკეთება, როდესაც ასაკში შედიხარ ისე წონას ვერ აკეთებ. ხაბიბმაც მაგიტო დაანება თავი, იმიტომ რომ წონას ვერ აკეთებს და ბოლოს წინა ბრძოლებზე სამართლობაში წაიყვანეს, ისე ცუდად იყო. შეიძლება თირკმელები გაგიჩერდეს წონის კლების დროს, იმიტომ რომ მთელი წყალი გამოდის ორგანიზმიდან და აქედან გამომდინარე ამ ორ ფაქტორს შორის, თუ ეს ორი ფაქტორი წყობში ექნება, ჩემი აზრით უფრო მეტ ბრძოლასაც გააკეთებს. არ ამგონია რომ მაგ წონაში ვინმე მაგას აჯუბოს კამარზე, მაგრამ თუ ოდესღაც მოხდა ესეთი რაღაცა, კარგია ვიფიქროთ სუდის მხარე ვთქვათ, თუ კი წააგო, ყველაფერი ხდება ეხლა რა. თუ კი წააგო, ტოპიდან, ტოპ 5-დან მაინც ვერ ამოვიდება. მოდი რომ იყოს ჩვენი საუბარი უფრო საინტერესო, მე მაყურებელი კიდევ ერთხელ გამომეკიდება, მაგრამ მე დავდგები მერაბის მოწინააღმდეგეების მხარეს და შემოგთავაზებ ისეთ მებრძოლებს, რომელსაც შეუძლია რომ გაუწიონ ოპოზიცია და დავიჭერ ამ მებრძოლების მხარს. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, უпростоრად მე მაინტერესებს შენი აზრი ბოლო ბრძოლის უმარდუნმა გომენდოვთან, რა სიტყვი, როგორ კომენტარის გააკეთებდი? ნახე, როგორ სპორტსმენი რო შეაფასო. ხო, ნახე როგორ სიტუაცია, ავიღოთ ბრძოლა 5 რაუნდიანი. იყო იქ საუბარი რომ მერაბმაო თავიდან არ ჩაირთო, თავიდან არც უნდა ჩაირთო. ხო, როდესაც 5 რაუნდიანია მებრძოლს პირველად ხვდები, ვინც მებრძოლია და ვისაც უჩხუბია და მეორე შეხვედრაზე უფრო სხვანაირად ჩხუბი, იმიტომ რომ უფრო იცი. მაგრამ პირველ შემთხვევაში, როცა ებრძოლები არ იცი ის რაც გააკეთებს, რა ვერ გზნობ ადამიანს რა. იქ დისტანციას ვერ გზნობ, იქ იმას როგორი დარტყმა აქვს, იმას ვერ გზნობ. შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა შეაჯამო პირველი, მეორე რაუნდის განმავლობაში. ჩემთან ახლა ჩემ ჩხუბებას თუ გადახედავს, არის ბრძოლები, სადაც პირველი რაუნდი უბრალოდ ზვერავ და მეორე რაუნდში ვირთები და ძალიან ბევრი სპორტსმენი აკეთებს ამას. ამ შემთხვევაში, როდესაც მერაბი მიუდგა, აი, ავიღოთ რუსების, ახლა არ ვიცი, მაყურებლები რამდენად იციან ადევნებენ თვალს კი. რუსულ ემას რა ქვია არხებს. აი, წკმუტუნებენ რაღაცა, ანუ რაღაცებს, ისეთ რაღაცებს ამბობენ, ამართლებენ სიტუაციას, რომ პირველი 2 რაუნდი მოუგო. რეალობაში ახლა როგორც სპორტსმენი, ისე გეუბნები, პირველი რაუნდი კი არ მოუგო, ნიცა საშუალება გაეკეთებია ის ისი უფლებას ჰქონდა. ანუ რაც შეეძლო, ხო? აი 3 რაუნდიანი რო ყოფილიყო, პირველი რაუნდში ჩაირთებოდა. ვფიქრობ, რომ ესე იქნებოდა. ხო, და შესაბამისად პირველივე რაუნდიდან 3 რაუნდს მოუგებდა, მაგრამ 5 რაუნდიანში სულ სხვანაირადაა სიტუაცია. უფრო ზუსტი ახლა რომ შევაფასოთ, ხო, სწორად, უფრო ზუსტი პირველ რაუნდში დარტყმების მხრივ იყო უმარი, უფრო ზუსტი. მაგრამ იმ მომენტში მერაბი ფრთხილობდა და არ მიდიოდა აქტიურად ციხე, ამასაც ჰქონდა. მერაბის დისტანცია არის სულ სხვანაირი, შედის გამოდის. ნუ უმარიც ახლა ის არ არის, რა ქვია, მე გუშინდელი ბავშვი არ არის. თავის 18 ბრძოლა 18 გამარჯვება 18-0-ზე ქონდა და
მანამდე კიდე დროზე ადრე მოგებული ჩხუბები ძალიან ბევრი ქონა, ანუ პირველ რაუნდში ძალიან ზოგი ადამიანი შეიძლება მეხუთე რაუნდში გაგთიშოს და შეიძლება მეათე რაუნდში გაგთიშოს. ხო, მაგრამ უმარს ასაც ხედავდით პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში არის ძალიან ესე რომ ვთქვათ სწრაფი და ძლიერი დარტყმები აქვს. ნუ შემდეგ გამოჩნდა ხელი მოტყვა რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გამოჩნდა ის რომ შემდეგ როცა ნელდება ადამიანი, ნუ ამას ბევრი ექსპერტები ამბობენ და ამერიკანები ამბობს რომ ანჩერსო სახტებოდიო ძლიერ დამტყმერსო ჩემთვის თავად იყო გამეზლო 7 წუთი. ხო, კი, აბსოლუტურად. 7 წუთის მერე და ის დარტყმა არ არისო რა. აქედან 7 წუთის მერე ყოველთვის ვიცოდი რომ მოვიგებდიო. აქედან გამომდინარე სწორი ტაქტიკა ქონდა, იმიტომ რომ შენ შეიძლება მებრძოლი სხვანაირად ფიქრობდე, მაგრამ შენი კუთხე, შენი ტრენერი, შენი სპარინგ პარტნიორი გავალებს ისეთ რაღაცებს, რაც შენ რო შედიხარ იქ სხვანაირად, რომ გვერდიდან უფრო სხვანაირად ჩანს. სეკუნდანტები ეუბნებოდნენ მერაბის მეტი პრესინგიო, მეტი პრესინგი. კი, აი უკვე მეორე რაუნდის შემდეგ ეუბნებოდნენ მეტი პრესინგიო. პირველ რაუნდში ეუბნებოდნენ დისტანცია, იგრძენი, შედი, ანუ თუ კი მებრძოლი ხარ და შენ გვერდში ყავს ესეთი ტრენერი, რომელსაც ენდობი, რა თქმა უნდა, სეკუნდანტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ ამ ხას რო ენდობი, მე ხა ჩემ ბრძოლაზე გეტყვი უცებ რა, პოლონეთს როცა ჩხუბობდი, ჩემზე მაღალი იყო. კი, მახსოვს. ხო, ჩემზე მაღალი იყო, ჩემზე შორს მირთყამდა, ანუ ტიპთან ვერ მივედი. დისტანციას იჭერდა. ვერ ვიგრძენი, იმიტომ რომ სპარინგ პარტნიორი პრობლემებია საქართველოში, ახლა სპარინგ პარტნიორი და ესეთი სპარინგ პარტნიორი არ ყოლია და აქედან გამომდინარე გამიჭირდა, მიხვდი? შემდეგ უკვე შევეშვი, ანუ ჩემს დისტანციის გზნობას და სანამ ამას ვნახავდი, მანამდე ბაკური იყო ჩემ გვერდზე და ბაკური მეუბნებოდა დისტანციას ახლოს ხარ, შორს ხარ და უკვე ანუ ჩემი დისტანციით რასაც გზნობდი, იმას კი არ ვაკეთებდი, იმას უსმენდი, მიხვდი? კუთხეს უსმენდი, რა შეიძლება იმაზე ბევრი მომხვედრო და ვიდრე იქ მომხვდა. ამიგე? ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ პროფესიონალი სპორტსმენი რო ხარ, ბევრ ამას აქცევ დიდხურად. შენი აზრით მერაბის თავიდანვე ქონდა ესეთი გათვლა თუ ბრძოლა ესე დალაგდა შენი აზრით? რა თქმა უნდა, თავიდანვე ქონდა ესეთი გათვლა, რომ ეგრძნო დისტანცია და მე დისტანციას რო ეგრძნო შენ ციცი ხა უკვე. ამდენი ბრძოლა რო ეგრძნო დისტანციას, 10-დან შეიძლება 10-ვე დაარტყა. მიხვდი? აი ზუსტად აი ის მომენტი მინდა მაყურებელი შევახსენო, ხშირად ხდება მომენტი, როდესაც უყურებთ ჩხუბს და დარტყმა ესე ჩაუვლის ადამიანს და გონია რომ აუ ბიჭო აი ოდნავ და ხო გათიშავდა. არ არის, ეგ არის დისტანცია, ხო? ეგ არის დისტანცია. შენ ზუსტად იმ მანძილზე გადიხარ, რომ ის მთელი მოქნეული ხელიზა და ზუსტად აქ ჩაგივლის და არ გხვდება. ეს არის დისტანციის შეგრძნობა, რაზეც უნდა მიხვიდე, გამიგე? აი განუ ავიღოთ განუს და იმის შორის რო იყო, რა ქვია, ჩხუბი. აი ოვერი? ნუ ოვერი როგათიშა. კრივში? ხო, კრივში, ჯოშუამ გათიშა. როგათიშა, ჯოშუა გავხსენე, როგათიშა, აი გადაახვიეთ, მინდა ერთხელ ვისაც არ ჯერა ესეთ რაღაცების და მაინც ფანტაზია გონია ჩვენ რაღაცა სპორტსმენებმა რაღაცებს ვიგონებთ. გადაახვიეთ, აი დარტყმა, აი აქ გადაწია თავი, აი აქ გაუჩერდა და დარტყმა მილიმეტრებში სახეს და დაუბრუნე ეგრევე და გათიშა. ეგ არის ზუსტად ის პროფესიონალიზმი, სადაც ფეხი შედგმული გაქვს და ჯოშუაშიც ეს მარტივი ამოცანა იყო. ხო, მარტივი ამოცანა იყო, იმიტომ რომ დაიჭირა ის დისტანცია. და მერაბის ამას ცდილობდა, როგორც კი იგზნო დისტანცია, შემდეგ არ ერიდებოდა, ურტყამდა, შედიოდა, შედიოდა, გადაუარა, ესე რომ ვთქვათ, რაც აუნო იწკმუტუნო ნახა მაგათმა. ნუ ახლა სამეგობროა, საბიძაშვილოა, რაღაცაა და რაღაც გასამართლებელი საბუთები აქვს, მაგრამ რეალობაში რო ავიღოთ, გამართლება მანდ არაფერი შუაში არ არის. გამართლებაზე საუბარი უკვე მიანია. მე ძმაო მომთხრა მე 17 წამზე ხელი, როცა ვჩხუბობდი გამას, ხელი მოყვა, ვერ გავაგზელე, მიცეს გამარჯობა იმას. მე კი ვამბობ, რომ ხელი არ მომხვედრე, ისე წავაგე, მაგრამ ეს რეალობა, მიხვდი? ეს ხელი არ მომხვედრე, ისე წავაგე, მაგრამ ეს რეალობა. მოდი, რა მაინტერესებს, იცი შენი აზრით, ეხლა მებრძოლეების როსტერი მერაბის წონაში ვინ იქნებოდა კონკურენტული? მოდი მე დავასახელებ, მოვიყვან არგუმენტს რატო და შენ მითხარი რითი იქნებოდა მერაბი უკეთესი. კი ბატონო. მე დავდგები ამ ოპოზიციაში დავდგები მერაბის და ვიქნები მერაბის მოწინააღმდეგის მხარეს და პირველს დავასახელებდი მაყურებელს უთხრათ ეს ოპოზიცია იმიტომ არ ხდება რომ ამ ადამიანს ან მერაბის არ მოწონს ან რაღაცა. უბრალოდ კონცეფცია უნდა აიღოს ესეთი აი რომ საუბარი განვითარდეს პოლიციელი ხო? კი, რომ საუბარი განვითარდეს. ეს სუნთქარებს აღნიშნავს, მე კარხარებს აღნიშნავ და ამას განვიხილავ. მე მინდა ვისაუბრო რევანშზე შონ ომელისთან. და გეტყვი რატომ? პირველ რიგში ომელი არის არასტანდარტული სტრაიკერი. ბოლო ბრძოლაში მოიგო მეხუთე რაუნდი და მეხუთე რაუნდი საჯების გადაწყვეტილებით მოიგო. იყო უფრო ზუსტი, კორპუსში გაუტარა საკმაოდ ზუსტი დარტყმები და მერაბი მიგრძნო ეს დარტყმები და მეორე საკმაოდ დიდი პლუსი არის რომ ყავს ძალიან ჭკვიანი გუნდი, რომელიც იდეალურად ამზადებს ბრძოლის გეგმას და ჩემი აზრით
შეუძლია ამ გუნდს ისე მოამზადოს ომელი, რომ იყოს კონკურენტული და შანსი ქონდეს გამარჯვების. მოდი აქედან დავიწყოთ, რომ შონომელი არის მერაბის ბულკი. ნუ არგუმენტები გვინდა. ხო, გადავა არგუმენტი თავიდან ესე შევიყვანო. შონომელი ეს ლევანის რა ქვია, ემის ბულკი, რა ქვია, მერაბის ბულკი. ნახე როგორ სიტუაცია. რა თქმა უნდა, შონომელი ძლიერი მოჭუბარია. ჩემპიონი იყო. ხო, ჩემპიონი იყო და ჩემპიონობდა ისეთი ადამიანები, ისეთი პიროვნებები გათიშა და ნოკაუტები მოიპოვა. სტერლინგი აიღო ხო? გათიშვას უნდა მომენტის ნახო. კი, მიხდი? როდესაც პანჩერი ხარ, მომენტი უნდა ნახო. ტაიმინგი აქვს იდეალური ჩემი აზრით. ჩემი აზრით, მე როგორც უყურებ ხა როგორც გვერდიდან და როგორც ესე რა ვთქვათ, როგორ გითხარი ხა? როგორც მაყურებელი, შეფასებელი, როგორც შემფასებელი, როგორც მოსვენი, მერაბის ტაიმინგის ნახვა რო დაიჭირო, ეგრე არ ხდება. აი გადაახვედი თუ გინდა ბრძოლას, მე ხაოსური არის მერაბი არა? ხო, ანუ მოძრაობს გამიგე? თუ კი მებრძოლი გაგიჩერდება და გაცვლებს გაგიკეთებს, რომელიც მარაესთან დაემართა და მოხვდა ხელი. ესე თუ აი ესე დამდგარიყო ეხლა და ეჭუბა შონომელისთან, შონომელი რა თქმა უნდა გრძელი ხელი აქვს, უფრო წვდომა აქვს, უფრო სწრაფია და შესაბამისად შეიძლება სხვანაირად ლეტალური ყოფილიყო და გაითიშა ადამიანი, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო იმას ხო არ აღავს ესე რა თქვა ჭვიანი გუნდი, ხო? მერაბისაც ყავს ჭვიანი გუნდი და მერაბის ტაქტიკა შონომელისთან იყო იდეალური. დადიოდა, ანუ ერთხელ არ მიდიოდა მარტო, მიხდი? დადიოდა აქეთ-იქით დადიოდა. შედიოდა, გამოდიოდა, არ უჩერდებოდა, ანუ მოძრაობა, დარტყმა, შესვლა, მოძრაობა. შენი აზრით ახალი რა შეუძლია მერაბის შეთავაზოს? მერაბის შეთავაზოს ომელის. აი ომელი რომ მოემზადოს ვერ მოემზადება. ფიქრობ რომ ვერ მოემზადება, იმიტომ რომ ომელი ჩხუბში კარგად ჩხუბობს. ჭიდაობითაც თუ დაინახე არა ჯიუჯიტსუ არა მომზადებული იყო და მერაბა ხშირად ვერ გადაიყვანა და ესე რომ ვთქვათ მაგაშიც მომზადებული იყო, მაგრამ აქ არსებობს მესამე ფაქტორი. მესამე ფაქტორი არსებობს იმისთვის რომ ომალი ადამიანს მოუგოს, უნდა აყვეს ჩხუბში. როგორც გააკეთა სტელიანმა, რომელმაც გააკეთა სტელიანი აგიწირა. თუ კი შონომელის არ აყვები ჩხუბში შესაბამისად შენ იმ დარტყმას ვერ მიიღებ, რომელსაც ის გამომუშავებულია. ანუ ადამიანს არ უნდა დაუდგე და მისი ჩხუბი არ უნდა ეჭხუბო რა. მერაბის აქვს თავისი სტილი, მოძრაობს, ტაიმინგს ესე ვთქვათ უყარგავს ადამიანს, მე რაზეც გელაპარაკებოდი რა. თუ კი ტაიმინგი ვერ ნახე ადამიანთან და რა შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხი დაარტყა, აი ეგ როგორი ფეხი იყო, იცი, საწწარკვეტილი ფეხის გაქნევა იყო და მაგრამ მერაბი მიგძნო. შეცდომას გეტყვი, ხა მერაბი მაგ მომენტში იყო სულ სხვაგან. ანუ უხაროდა, ხო იცოდა რომ მოგებული ქონდა, უხაროდა, როგორც ის თვითონ кайფობდა, ესე ხალხს ელაპარაკებოდა და ანუ შეცდომა მერაბის იმით იყო, რომ ჩხუბიდან ვაფშე სხვაგან წავიდა და მაგიტომ მიიღო. რო გაეგზერებია ზუსტად იმ მოძრაობებში, იმიტომ რომ ასე ხელები გაშალა რაღაცები და წავიდა ერთ მიმართულებით, მივხვდი? აი ზუსტად როგორც მახსოვს მარჯვენა მიმართულებით წავიდა და ამათ ფეხი გააყოლა რა. ფეხი კორპუსში. ხო და რო გქონოდა ისეთი მუვი, როგორც მანამდე ქონდა, მაგასაც ვერ მოარტყამდა. კარგი, მეორე ვარიანტი, ვისთანაც იქნებოდა საინტერესო მერაბის შეხვედრა, ეს არის პიოტრიანი. და გეტყვი არგუმენტს რატომ. პირველ რიგში ყველა ვინც ემზადებოდა პიოტრიანთან ერთად ამბობენ რომ იანი ვერ მოემზადა იმ ბრძოლისთვის ისე როგორც საჭირო იყო, ქონდა ხელის ტრავმა, ეს არის საუბარი ბეჭზე თუ არის საუბარი რაღაც სხვანაირად ვერ გეტყვით, მაგრამ ხელის ტრავმა მქონდა საკმაოდ ძლიერი და მესამე არგუმენტი ის არის რომ მე პირადად ერთად მქონდა ნავარჯიშები პიოტრიანთან, მაქვს ნანახი მისი ბრძოლები, როდესაც ჩხუბობდა ასაში. ეგ პრომოუშენი არის საკმაოდ კონკურენტული და აქვს გამოცდილება და იცავდა თავს იდეალურად ჩრდილოეთ კავკასიელების მებრძოლებთან შეხვედრის დროს. ძალიან კარგი დაცვა ჰქონდა რესლინგისგან, კარგი ჯიუჯიტსუ და უმაღლესი დონის სტრაიკინგი. ერთი არგუმენტი, რომელსაც ამბობს პიოტრიანი, რატომაც ესე წააგო ეს ბრძოლა არის ის, რომ ჰქონდა ტრავმა. ტრავმა მაგ თავში და გეტყვი ახლა რატო. რატომ მოიგებს მერაბი ამბრევას? არსებობს სტილი. ქიმაძემ შე რატო ვერ მოგიო ორივეზე? ქიმაძეს აქვს სხვანაირი სტილი. მაგას აქვს ესე რომ ვთქვათ, ბაკალავების სტილი. მიხდი, ანუ მარჯვენა, მარცხენა. აი, რეალობაში ვილაპარაკოთ რა, გადახედოთ ჩხუბებს და ნახოთ. შენ მაგას ეჩხუბე პირდაპირ სტილით. გასაგებია, ანუ პირდაპირ დარტყმა ბაკალავებს ყოველთვის ჯობლის. ან ორივე უნდა იცოდე, ან მარტო ერთზე არ უნდა იყოს ჩასეკლული. ზუსტად ეგი ავიღოთ, აი, პეტრიანი როცა ხდებოდა, პეტრიანი იყო მაშინ პიკზე, ჩემპიონი იყო, რამოდენიმე გზის ჩემპიონად დაგარგა, მაგრამ მუხლის არასწორი დარტყმით. კი, სტერლინგთან კი დისკვალიფიკაცია. ესე რო ავიღოთ და სტერლინგს ეგ ჯობნიდა,
იმ მომენტში კი, აბსოლუტურად. დაჩაგრა სტელინგი ჩემი აზრით. სტელინგს ვარ რაღაცა ცუდი, ესე რა ქვია, ჯანმრთელობასთან ცუდი რაღაცა, მაგრამ რეალობა რო ავიღოთ, რომ ფინალი იყო, ჩხუბობდნენ კამარზე, ჯობნი და აი საინტერესო რამ თქვი, ახლა სტერლინგი დაჩაგრა რესლინგშიც და თავისთავად სტრაიკინგშიც ბავშვით გადაყავდა. კი ბატონო, იმიტომ რომ სტელინგმა თქვა, რომ მეო არ მქონდაო იმდენი ენერგია, ნუ ილაპარაკა იმას დაკავშირებით, რომ ცუდად ვიყავიო და ვერ დაუკარგავ, იმიტომ რომ სტელინგი დღესაც რო ავიღოთ, ერთ-ერთი ტოპ მოჭიდავია და ეს სტელინგის აქეთ იგი დაგდება, ანუ წარმოუდგენელია რა. ნამდვილად რაღაცას პრობლემა. ჩვენ გვაქვს დაჭიდავები, კი, ნამდვილად რაღაცა პრობლემა ქონდა. ანუ თუ იტყვება, არ ამგონი რომ იტყვებოდეს, იმიტომ რომ ესე ადვილად რო ადამიანი დააგდო და წააქციოდა რაღაცა. ფინტებით გადაყავდა, აი ძალიან მარტივი ფინტები. ხო, ანუ ისეთ რაღაცეებზე ეგებოდა, როდესაც ადამიანი ფოკუსირებული ხარ და თან ჩხუბობ და ამდენი ხნის განმავლობაში ჩემპიონობა შეგიძლია. მაგ შემთხვევაში იმას შეიძლება დავითანხმოთ, რომ სტელინგს საკუთარ რაღაცა პრობლემა და არ იტყვება. და ერთ რამეს ვიტყვი კიდე, მეორე ბრძოლაც პეტრიანს წაართვეს. ომელის მოუგო. სამივე რაუნდი იყო 100%-ით ომელის მოუგო და რატომ იცეს, ეგ არის ფანტასტიკა. ხო, ვთვლი რომ ომელის მაგან მოუგო, გაზაყვანებიც ჰქონდა, დარტყმებიც ჰქონდა. უფრო ზუსტი იყო, უფრო აგრესიული იყო. ომელი, მაგრამ ფული მაინც მისაშობა და აი მე ვერ ვიტყვი, დვალიშვილს რომ მოუგო, აი ესე უნდა მოეგო, იმიტომ რომ ომელი მაგას დაარტყა, ბევრი დაარტყა და ანუ როგორ იყო, იცი? რა ახლო ბრძოლა ის არ იყო. ახლო ბრძოლა არ იყო, მაგრამ ისე წავიდა ბრძოლა, ამანაც დაარტყა, იმანაც დაარტყა, ამანაც იმანაც და რაღაცა სასწაული უპირატესობით არ მოუგია. მე პირადად შოკში ვიყავი მაგ ბრძოლის შემდეგ, რომ ომელის ხელი აუწიეს. კი, მაგრამ რაღაცა სასწაულად მოუგო თქო, ესე არ მოუგია რა. ნუ უპირატესობით მოუგო. ხო, უპირატესობით მოუგია, სასწაულად, ხო იცი, არსებობს დამაჯერებელი მოგება. კი, მაგრამ UFC-ს რო არ ეკადრება ესეთი გადაწყვეტილება. UFC-ს ეკადრება, თუფულია და თუფულ შოულობს, კადრულობს. საინტერესოა. კადრულობს ეგეთ რაღაცებს. ნუ, რო არ გადაუხვიეთ ომელის და დვალიშვილის ჩხუბთან. ნახე როგორ რაღაცა ომელის და დვალიშვილის ჩხუბა. ხო, პეტრიანის. ხო, პეტრიანის და დვალიშვილის თვა. პეტრიანს როდესაც უნდა ეჩხუბა ომელისთან, ცოტა გადაუხვიეთ თემას, მაგრამ იმას გეტყვი, რომ მაშინ იანი მიმეორეთ მას, რომ მაგარ ფორმაში იყო, მაგარ სტრაიკზე მიდიოდა და უძლიერესი მოგებები ქონდა და ის წაგება რომელიც ქონდა ტექნიკური წაგებით. ბევრი ბიჭები ამბობდა იმას, რომ პეტრიანი მოუგებს, მაგრამ განსხვავება არის სტილში. და გეტყვით ახლა სტილს. ეს ვიდეო მან არ ნახოს თუ რა გამოასწრო. ეგ საინტერესოა, ეგ პრობლემას მაინტერესებს. ადამიანთა ფეხში უნდა შეხვიდე, უნდა შეამცირო დისტანცია. კი. თავისთავად. ომელის აქვს შორ დისტანციაზე ხელი გამოწვეული ახლა გეჭირდება. აი ახლა მითხარი შენ თვითონ მიხვდები პეტრიანს როგორი დაცვა აქვს პირდაპირ დათვისას. კი, ხელებს ახლოს გამარჯობა შენ. იდეალურია იმისთვის, რომ 50 ნახე, 50 ტეიქდაუნი გაუკეთო. მიხვდი? ანუ პეტრიანმა ეგ თუ ვერ, ანუ ეგ აქვს მაგას ბოქსიდან აქვს გადმოყოლილი. კი, ადამიან რომელიც 50 ჯერ შეუძლია შემოვიდეს ფეხში, ეგ არის სისულელე ტაქტიკა, რომ გადმოგდებულ ხელზე ესე შეხვდე. აი გადახედე ჩხუბს, მე ზუსტად ეგ ვთქვი, რომ მაგას რამდენჯერაც მოინდომებს, იმდენჯერ გადაიყვანსო და ზუსტად 50 ჯერ გავუკეთე. ფიქრობ შეუძლია რომ ეს შეცვალოს, თუ ამის შეცვლა უკვე ვერა, იმიტომ რომ იქ რო დაღლაში გადადის, ენერგია დაღლაში გადადის, იქ უკვე არ ფიქრობ. ანუ შენ ერთ თვეში და ორ თვეში რასაც ისწავლი, რომ დაიღლები, ინსტინქტი გადაძალავს შენ ესე რო ვთქვათ ფიქრს. ანუ შენ რო ფიქრობ, ჩვენ ახლა რო ჩხუბობთ, არ ვფიქრობთ. უკვე რაღაც ჩამოყალიბებული არის. პროფესიონალურად ხარ და ბევრი ჩხუბი ჩატარებული, უკვე ინსტინქტია. შეიძლება ჩხუბს მე შემდეგ გადახედო, ვიდეოს გადახედო და ვა, ეს აქ ანუ ფიქრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთ რაღაცებს ხედავ, რომელიც არ გიფიქრია, მაგრამ გააკეთე. ზუსტად იგივე ვარიანტია, როდესაც შემდეგ პოზნი რაუნდებში, გვიან რაუნდებში შევა, ზუსტად იგივე დაიმართება, ამ ბლოკზე გადავა და ამ ბლოკიდან სულ გადაიყვანს. კარგი, მესამე ბოლო ვარიანტი. ხო, მერაბი ხ ჩვენიანი, ჩვენი ზმა და ზანგვიყავს, მაგრამ რეალობა ის რომ ვერ აჩერებს. სხვა სტილია, გადაყავს, უტყავს, მაგრამ გაჩერება სტატისტიკურად და რეალობაში და არ შეუძლია, მაგრამ ეს მისი მინუსი არ არის. იმიტომ რომ ადამიანი რო დგება, კიდე გადაყავს, მიხვდი? აი ამიტომ ის უფრო იღლება, გამიგე და ეს არ იღლება და რაღაც მინუსია, მაგრამ პლუსში გადაყავს. კარგი, მესამე რაც მე მინდა შემოგთავაზო, ეს იქნება ისევ რევანში უმარ ნურმაგომედოვთან.
ვიტყვი არგუმენტებს, რატო იქნება ეს ბრძოლა საინტერესო და რატომ შეიძლება კონდეს უმარს შანსი. პირველი თავისთავად ტრავმით დავიწყოთ, ეს არის გადატეხი. რევანშის სისულელია. ეს მოხდება მაინც არის საუბარი 180 წლიანი დისკვალიფიკაცია. ჩემი გამოსახედა. სანამ მაგას ხაბიბა რაღაცა ძალიან დიდ ფულს არ ჩაუდებს ჯიბეში. ეს შეიძლება მოხდეს ბრძოლაში, ორ-სამ ბრძოლაში. არ არის ეგრეთ, მაუ. აი ნახე, გენერი სეხუდა. კი. შემდეგ შონომელი. კი. პეტრიანი. კი. ჟოზე ალდო. აი 4 ადამიანი ჩამოგითვალე, კიდე არის ეს რა ქვია, მარაესი. კი, მარაესი. ელემენტარულ რო ავიღოთ რა 5 ადამიანი ჩამოგითვალე. ამათგან გასახდელში საიქნება ნამყოფი ეს რა ქვია? უმარ. მიხდი? აქედან რომ აი სამს რომ მოუგოს აქედან პრობლემა არ არის. მაგრამ მაგას რადგან მიცეს რეალობა ვილაპარაკოთ რა, რადგან მიცეს რომ ესე რაღაცები წავიდა საუბარი, რადგან მიცეს ეს ბრძოლა. ფიქრობ რომ ეს ხაბიბის დამსახურება იყო ეს ბრძოლა მიცეს. რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურება, ჩემი დამსახურება, როგორ ვარშე, აბაჭყობ. ისე მე რო ვისაუბრო, ხო? და მხარი დავიჭირო უმარის. ვისთან უნდა ეჭხუბა? ომელიმ უკვე წააგო, პიოტრიანს ჰქონდა ტრავმა ჰქონდა, იმ მომენტში არ იყო აქტიური. ამასაც ესეც არ იყო, პიოტრიანი არ იყო აქტიური. არ დავიმახსოვროთ, რომ მერაბმა ახლო ბრძოლა მიიღო. კი. ნუ თავისთავად ომარს უნდოდა, ხო, ნახე როგორ ახსნათ სიტუაცია. ომარს უნდოდა, მაგრამ ომარმა უთხრა რომ მეო რამადანი მაქვსო, რამადანის შემდეგ კიდე და მოითხოვა რაღაც რა ქვია, საფხულზე იყო საუბარი. ხო, საფხულზე იყო საუბარი, მაგრამ კაცი იძახდა რომ მოდი ეხლა ვეჩხოვე პეტრიანს, გამიგე? მივიცეს რომ კარგად იბრძოლაო, მივიცეს რომ შანსიო და პეტრიანს მაგრამ იმან ანუ თავისი პირობები იმასთან წამოიწყო, გამიგე? ეს არის ძირითადი პრობლემა, რომ იმათ ჰაბიბს და მის გუნდს აქვს სხვა შეხედულება. მე ვარ და ჩემი ნაბადი, ეგრე არ უნდა იყოს. მესმის, მაგაში be humble თემაა, გამიგე? ანუ, როდესაც კი ატრაკებენ, იმიტომ რომ აქვთ ტრაკი და ატრაკებენ, პოზიციები აქვს თავისი. მაგრამ ტრაკი თუ აქვს, უნდა მოიხვედრო რა იმ ტრაკზე და აქედან გამომდინარე უნდა იყოს be humble. ფიქრობ ნაჩქარები იყო ეს ბრძოლა. ნაჩქარები იყო ერთი, მეორე ჩვენი მერაბი ესე ხელწამოსაკრავი არ არის. და მე მესამე არ უნდა გაებრაზებინათ ჩვენი მერაბი. მერაბი მარტივად ბრაზდება. გაბრაზებიო ეგ დიდი შეცდომა იყო ჩემი აზრით. უფრო ჯობდა მეგობრულად მიდგომა, არა, ვიდრე ესეთი мотиваციის. ბრძოლას, აი, ნახე, მოგცეს ბრძოლა. მე ხვდი? თქვენ ხო არ ახართ რაღაცა მტრები და რაღაცები, მოგცეს ბრძოლა. და უწევ არასწორ ტრეშტოკინგს. მე ხვდი? და რაში იყო არასწორი დაუშვი? შენი არასწორი რაში იყო და რაღაც ეგეთი მე არ დამიჭირავს. არა, თვითონ ნახე, მოდი ერთ რაღაცას გეტყვი. შენ, როდესაც ჩემპიონი ხარ, და მე 5-ეულში კი არა 10-ეულში ერთი კაცი მყავს მარტო გალახული და შენ გეუნები რომ ქაღალდის ჩემპიონი ხარ, მოდიხარ შენ 5 კაცი ყავს გალახული 10-ეულში. აი ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა იმის მხრივ რომ შენ გააზრება არა გაქვს იმისი რომ ადამიანს პატივი უნდას რომ მხოლოდ ამი. კი, მაგრამ ეს არის UFC. და ესეთი თამაშები მიღებული არის. ეგეც ვაღიაროთ. შენ არა მიღებული არის, მაგრამ ვინ როგორ მიიღებს. მასე დედის გინებას არ მიღებული, მაგრამ სხვა პატიობენ არის ტიპ ადამიანები, რომ ერთი ეუნება მადაფაკა, მეორე ეუნება მადაფაკა და რაღაც მომენტში ცვლიან, ერთი აი რა ქვია, კონორეს რო ავიღოთ, ისეთ რაღაცებს იძახო და ალბათ ეგრეთა დაუსატკავე, გაუხედავ თავს რინგამდე. დაუსატკავებდა ხაბიბი კიდე. ნუ გამარჯობა შენი და ანუ არსებობს რაღაცები და ამან ის კი ამოთქვა შენ მე მეუძდელო, შენ ეს ხო არ უთქია შენ მეუძდელო, შენო მეო ჩემს მარტო უპატევსებულობა გამოხატეო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც შენ პირველ რიგში ხარ კაცი, შენი კაცობით და შენი შრომით და შენი რაღაცეებით მოაღწი აქამდე და შენი ბიძაშვილის გამო შენ თავს აძლევ იმის უფლებას, რომ გეძლეო ვარიანტი, რომ დამიძახო შენ ხარ ქაღალდის ჩემპიონი. მე ხვდი? კარგი, მაშინ მოდი სხვა რამე შეგეკითხები. მაშინ ვინ იქნება პოტენციალურად ვინ შეუქმნის მერაბს ოპოზიციას? ნებისმიერი. აი შენი აზრით ვინ? ნებისმიერი, აი პეტრიანი ავიღოთ, შონომელი ავიღოთ. კარგი, მაგრამ ეს არის ის არ დაბრუნდება, სეხუდა არ დაბრუნდება და არიან კიდე, აუ არ მახსოვს ახლა იმის სახელი ზუსტად. ნუ რაღაცნაირ სტილს ჩხუბობს. შეიძლება გახსოვს შენ. 5-ეულშია. ბრაზილიელი? ხო. შეიძლება მაგანაც იმასგანს რა ქვია. აი ხა რო წააგო იმასთან რა ქვია. უმართან წააგო ამერიკელს. პეტრიანთან რო წააგო ახლა. ხო პეტრე, მივხვდი ვიზეც ამბობ. ხო, კარგი ის არის სტრაიკერი, ჩემპიონი იყო. მეც ვერ ვიხსენებ გვარს, უბრალოდ საუბარი იმაზე მაქვს, რომ რეალურად როგორი განვითარება უნდა ქონდეს მერაბს. პროსტა რევანშები გააკეთოს? აბა მეტი რა დარჩა. წონით ზემოთ რო ავიდეს წონით ზემოთ ვერავა. რატო? ფიზიკურ არ აძლევს. ფიზიკურობა ჩემი აზრით ძალიან დიდი არა,
განსხვავდება ეხლა 61 და 66-ის ფიზიკურობა განსხვავდება. ფიქრობ რომ არ იქნება ჭკვიანური ესეთ ნაბიჯი? ჭკვიანური არ იქნება, იმიტომ რომ ძირითადი მაგის წონა არის 73, 74 და იქ 80 და ემიდან იქ 77 დაინგრევდა პლუს მაგას ყველაფერს თავი რო დავანებოთ, იქ უფრო მძიმე ისინი შეხვდება, რა ქვია. ყველაფერი გამორიცხული არ არის, რომ იქ ავიდეს. იქ თოფურია, მისი ძმა მოვა ეხა კიდე. თოფურია ძადის, მაგალითად მოგვიანებით ისაუბრა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ეხა ასანშლოშლეი შეიძლება წონა ვერ გააკეთოს, პირიქით იკაჩაოს. ამ ქართველებმა ავიღოთ UFC. მაგრამ სტილი, იგაც, მაგრამ მე ვერ მოხდით. მაგრამ სტილი და ძირითადი თემა, რასაც ეგაწובה, ჩემი აზრით, ურჩევნია ეს წონა. ამ წონაში უკვე UFC-ს იმაშია სლავაზან ხო მივხვდი გლორიოს დარბაზში კი შესულია უკვე და ჩემი აზრით ახლა დარჩენია ის რომ გააკეთოს ბრძოლები, საინტერესო ბრძოლები გააკეთოს და სამტკიცებელი უკვე მაგას არაფერი არ აქვს. მაშინ შენგან პროგნოზი ბრძოლა ომელისთან როგორ დასრულდება და ბრძოლა იანთან როგორ დასრულდება შენი აზრით? აი რაუნდები რო ავიღოთ. ზუსტად იგივე. ჩემი აზრით ომელის აქვს შანსი რომ პირველ რაუნდში მასე შანსი მეც ამაქვს. ანუ ჩემი შეხედულებით პირველი რაუნდი შეიძლება იყოს უფრო ზუსტი, მეორე რაუნდი ეცადოს და გაათანაბროს, წააგებს მესამე, მეოთხეს და მეხუთე იქნება გადამწყვეტი. შენ ახლა ესე მელაპარაკები რომ მერაბი პირველ რაუნდში მომოდაღლილი. მერაბიც არ გამოვა, მაგრამ იქნება უფრო ზუსტი ომელი. მოდი ახლა განვიხილოთ თემა. მერაბი შეიძლება ხალხი ვერ ამჩნევს, მაგრამ ტაიმინგი აქვს იმაზე მაღალი ვიდრე სხვა წარმოუდგენი. მაღალი სიჩქარეს ამბობ. მოძრაობის. კი, ტაიმინგი. აქედან გამომდინარე, ამ ტაიმინგის მიხედვით პირველ რაუნდში ძნელი იქნება მაგის დაჭერა, იმიტომ რომ ამ ტაიმინგს ანუ ფიქრობ რომ ხუთივე რაუნდს აიღებს მერაბი? ხუთივე რაუნდზე არ გელაპარაკები. აი უბრალოდ რაუნდები რო გაქვს. შედეგი კი, მაგრამ აი უფრო ზუსტად რო განვიხილოთ, რაუნდების მხრივ. ომალის მოსდადებაზეა დამოკიდებული. აი მე ფიქრობ რომ პირველიც დაიღებს უეჭველი ომალი უნდა და მოდი ახლა გეტყვი, ომალი უნდა დაიწყოს ფეხში ასვლა. არ დაიწყებს ომელი. ფეხში ასვლა, იმას ჩაყვანა, რა ქვია, რაღაცეებით, ანუ გარტში. გარტში ჩაყვანა, იქ რაღაცა ჯიუ-ჯიტსუს გაკეთება, რომელსაც ომალი არ დაიწყებს და აქედან გამომდინარე გეუბნები რომ ძალიან ძნელი იქნება შეიცვალოს იმ სურათი და რომელიც აქამდე იყო. ჩემი პროგნოზი არის რომ პირველს დაიღებს ომელი და მეორე იქნება თანაბარი, მესამე, მეოთხეს მოიგებს მერაბი და მეხუთე იქნება გადამწყვეტი. ასე რაუნდები თუ იმჟელებთ, გეთახმები იმაში რომ შეიძლება პირველი აიღოს, იმიტომ რომ შესაძაც ადამიანი პანჩერია პირველ რაუნდში არ უნდა აყვე. უპირატესობა აქვს პანჩერს პირველ რაუნდში. ეგეცი არის. მე თორე მასე ჯონ ჯონსის ჩულს უყურებ, ვინც პანჩერი ვინც არის ესე 4-ზე მიდის და ფეხში შედის და პირველ რაუნდში ეგრევე ეჭიდავება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ის რა ქვია, სტრაიკერია. კარგი, იანთან როგორი პროგნოზი გააკეთებდი მერაბდვალიშვილი versus პეტრიან? თუ კი იანი სტილ შეცვლის პირველ ბლოკზე, ანუ ეს არის პირველი ბლოკი. კი. პირველ ბლოკიდან გადაერთება მეორე ბლოკზე. ყურადღებას გადაიტანს რომ დაიცვას თავი ჭიდავისგან. შეიძლება პირველი რაუნდი გაუკაჭოს, რატომაც კარგი სიჩქარე აქვს, ტექნიკურად შეუძლია მოემზადოს. მოდი ესე გეტყვი, ხო გაქვს ნაჭიდავები პროფესიონალურად მოეჭიდავება. კი, თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ ფეხში შესვლის ტაიმინგი გაქვს, აი, გიადვილდება. შეგრძნება მაინც სხვა არის. გიადვილდება? ნუ მივხვდი რაზეც ამბობ, მართალი ხარ. და მაგას დაამატე, შენ უბრალოდ ჭიდაობ მასთან ერთად. და მაგას დაამატე, როცა ხდება ხელი, მიხვდი? მერაბის ეს არ აქვს დარტყმა და მერე შემოსვლა. მერაბის აქვს დარტყმა შემოსვლა. განსხვავდება იმითი, რომ დარტყმა შემოსვლა არის ერთი ილეთი. ანუ გაყოფილი არ აქვს ორი ილეთით. როდესაც ადამიანი დარტყმით შემოდის, რომ მოხვდება, იქ უკვე გააქვს ის წამის მიასედები, რომ ფეხები გაიტანო, ტანი გაიტანო, მაგრამ დარტყმა შემოსვლა უკვე ისე რომ შევაფასოთ ახლა ცალ-ცალკე სტრაიკინგის ტექნიკა, რესლინგის ტექნიკა. მე ესეთი შეფასება მივეცი, ბევრი გამიბრაზდა ამ შეფასებაზე. მე ვთქვი რომ სტრაიკინგის ტექნიკა საკმაოდ ხაოსური აქვს, მე რაბს ვერ იტყვი რომ ახლა ეტალონური კრივის ტექნიკა გვერ იტყვი. ამიტომ რომ ტექნიკა კრივის აბსოლუტურად არ აქვს. პროსტა მოემატა ამ ბოლო დროს ესე რომ ვთქვა დარტყმა. კი, აკეთებს მოტყვი ფინს მარცხენა ხელით და ეგ არის სულ. მარტივად რო ავიღოთ, შევადაროთ თოფური არის სხვა ლეველი არის, მერაბი არის სხვა ლეველი და აქედან გამომდინარე, რა სხვა სტილიც არის. სტილზეა დამოკიდებული, ანუ შენ სტილი გაქვს, მე ჩემი სტილი მაქვს, ვიღაცა შენ ამ სტილს უნდა გასაღების ნახვა. და ასევე საინტერესო არის, რომ აი იგივე ბრძოლა უმართან რო ავიღოთ, ან ვერ აკონტროლებდა, ან არ აკონტროლებდა მიწაზე. გამონაკლისი იყო მხოლოდ მეხუთე რაუნდი, როდესაც შეაჩერა. მერაბი კი.
ნახე კონტროლს არც თუ ისე კარგს აკეთებს. და ეს ხუდოსთანაც გამოჩნდა ეს. ნახე, ჩემი გადმოსახედიდან მაგას ისეთი სტილი აქვს, რომ არ ჭირდება ალბათ ადამიანს აკონტროლებს, იმიტომ რომ როცა დგება ადამიანი ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს. შემდეგ რო გადაიყვან, ხო უნდა ადგეს ახლა ის. უმარი გადაყავდა, მაგრამ აღარ მიდიოდა. უმარი ზოშოს კარგად იცავდა თავს. ძალიან კარგი დაცვა ჰქონდა, ძალიან კარგი. ესე რომ ვთქვა, გაწელვაც ჰქონდა, ფეხი ერთხელ ასე იცავა, მაგრად იცავდა, აი რომ ტექნიკურად რო შევფასო ძალიან მომეწონა. მაგრად იცავდა, მაგრამ არსებობს მომენტი, როდესაც აი გადაწყდება სიტუაცია და შენი დაცვა და რაღაცა, ანუ ესე ყო ფუნქციონალური ხო, ამოდის შენი ორგანიზმიდან. ყველა აღიარებს ამას, რომ მერაბი არის მანქანა. ძალიან სწორი ამ მანქანით, ესე რომ ვთქვა, თვითონ რაც შეუძლია მისი შრომით, მისი წვალებით აკეთებს იმას, რომელიცაც სხვა ვერ აკეთებს. მე არ ვამბობ იმას, რომ მერაბი არის დღესდღეობით, რავი, შეიძლება დამეთანხმო, შეიძლება გამკითხოს ვიღაცამ, რომ დღესდღეობით მერაბი არის რაღაცა ფენომენი მებრძოლი, მაგრამ მერაბი არის უნიკალური მებრძოლი, რომლის მოგების გასაღებით ჯერჯერობით ვერ ნახეს და კიდე კარგა ხანს გაუჭირდებათ ამ გასაღების მონახვა, იმიტომ რომ აი ზუსტად შენ სიტყვას გამოყვა ქაოსური მებრძოლია და ზუსტად ისეთი მებრძოლია, როგორც ესე რომ ვთქვათ, გამომუშავებულია და ეს ბრძოლა ამართლებს. მიხვდი? ეს ხო არ მოდის ახლა მაგალითად. აი, ავიღოთ 84 წონაში ეხა დუპლესი რო არის. აი, ქაოსური მებრძოლია ძმაო. კი, აბსოლუტურად. შევადაროთ ადესანიას, რომელიც აი კიკბოქსინგის ეტალონური სტილია. დაყენებული სტილი აქვს და რაღაცა კოლხოზნური, ესე რომ ვთქვათ, დარტყმებით გაუტარა და დაახჩო. დაბაჯბაჯობს. ხო, მიხვდი, ანუ არის მომენტი, როდესაც ერთი მებრძოლი რაღაცა დისციპლინირებული, სწორად დგას, მოძრაობს, გადასვლები, ფეხში შესვლები, დაცვები, ისინი ესენი, მაგრამ საბოლოოდ MMA ისეთი სტილია. შეიძლება აქედან ჩემთან მოგისპარენგე, ხო, რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მუშაობს. მაგრამ მუშაობს. მიხვდი, ანუ ეს სტილი ამ სტილამდე როცა მიხვალ, უკვე ჩამოგიყალიბდება და აღარ ფიქრობ მე. ნახავ მომენტს ბამ დაარტყამ, ნახავ მომენტს შეხვალ, ნახავ მომენტს გამოვკრავ, ნახავ მომენტს გააკონტროლებ. აი ამ ქაოსობამდე სანამ მივიდა მერაბი, ამამდე გამოვიარა ძალიან დიდი გზა. დიდი გამოსვლება. თვითონაც ამბობს, რომ სტელინგი მაგრად დაეხმარა ძმაო და ზუსტად მაგის გამო იყო, რომ ჩვენ საქართველოს უცხოანად უყურებთ ცნობას, იმას ძალიან დასაფასებელი არის ესეთი საუბარი, სისხლით არაა, მაგრამ და მაგის გამო კიდე კარგა ხანს არ იყო მაგის ჩემპიონი. მოდი რეალობაში შევხედოთ. კი, ეგ აბსოლუტურად მართალია. ხო და ეხლა უთმობდა. ხო, უთმობდა და ბევრი ბრძოლები არ ქონდა მაგის გამო, იმიტომ რომ პირველი ნომერი იყო და ვიღაცა მეათე ნომრები და მერვე ნომრები ეუბნებოდნენ რომ მეჩხუბეოდა. ეს ეუბნებოდა არ არის გეჩხუბეო პრობლემაა და შემდეგ იქნება არ იქნება რაღაცა ბრძოლები. დანაოიდის მაგის გამო რაღაცა ცუდი ურთიერთობა ქონდა. უფრო ბევრი ბრძოლები ექნებოდა დღესდღეობით, ვიდრე ეხა აქვს, მაგრამ ეხა რაც აქვს, რავი, წარმოუდგენელია ალბათ და ბევრისთვის ჩვენ მერაბის უსურვოთ გამარჯვებები 4, 5 და 6 ბრძოლად ჩაეტარებიოს. ეს იყო განხილვა პოტენციალური ბრძოლების, რომელიც შეიძლება დვალიშვილს რომ კონდეს UFC-ში. გისურვებთ წარმატებებს, ჯანებს და ეს იყო MMA News. მადლობა.